მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ემიგრაციაში მყოფი ქართველი, მოვიკითხო პატიმრები განსაკუთრებით და ის ადამიანები, ვისაც რამე პრობლემა გაქვთ, ყველაფერს სიკეთეს გისურვებ და ბედნიერებას რთული პერიოდი არის საერთოდ და მამა პეტრე ძინძიბაძე ყავს სტუმრად ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცის ჩვენი ეკლესიის სიტუაცია, პატრიარქს ძალიან კარგად იცნობდა და მასთან მოღვაწეობდა ძალიან დიდი ხანი და მინდა რომ პატრიარქის შესახებ დაგისვათ მამა 1-2 კითხვა თუ შეიძლება. რა შეიძლება რომ მოყვეთ ისეთ დიდი მადლობა ამ დიდ ადამიანზე. გიორგი ბატონო, მე ღმერთმა გამიღიმა, ბედმა გამიღიმა და პატრიარქთან მოხვდი ძალიან ადრე რა 1980 წელს და მის შემდეგ ის გვერდზეც ვიყავი წლების განმავლობაში. მე არ მიფიქრია სამუდელო, თუმცა იყო ხოლმე შეთავაზებები გვერდიდან. პატრიარქს არასოდეს არ უთქვამს, რომ აი შენ რატო ამასაც აგიხსნით მე რატო გულისხმობ ამას და მაგრამ უცბად მოხდა რაღაც გარდატეხა ცხოვრებაში ხდება ხოლმე და შეიცვალა რაღაცები და მე გადავწყვიტე და მადლობა ღმერთს, რომ მე დღეს აი ამ ჯორს ვემსახურები და ღვთის წინაშე ვარ. ხო, როგორც ვთქვი, ძალიან ადრე და ახალი ნაკურთხი ბრძანდებოდა მისი უწმინდესობა ამ საპატიო დიდ მოვალეობ თანამდებობაზე და ამ მადლზე შემთხვევით არაფერი არ ხდება. სახარება გვეუბნება, რომ ერთი ბეწვი არ გადაგივარდება თავიდან ჩემინების გარეშე და ღმერთმა ატარა და მოიყვანა ეს პიროვნება ისეთი, რომელიც ჭირდებოდა საქართველოს იმ პერიოდში და იმ ეპოქაში. ნამდვილად ასე იყო და აი ისე ვიმეორებ, ბედმა გამიღიმა, რომ აი მას უყურებდი მასწავლებელი, მოძღვარი და აი ღრმა ხშირად არის ურთიერთობებში ადამიანებს გვაქვს რაღაცები, მაგრამ როცა მის ღრმა ნაზრებსა და იმას ჩაწვდებ, ეს კიდევ უფრო სასიხარულოა ხოლმე, ასეთი ძალიან ბევრი რამე ყოფილა და ახლა მე ზოგიერთ შემთხვევებს მოგიყვებით. იმიტომ რომ ყველაფრის მოყოლა შეუძლებელიც არის და იმდენია მოსაყოლი, რომ ალბათ ერთი წელი არც მეყოფა და ამას დროთა განმავლობაში კიდევ დავწერ ზოგიერთი შემთხვევაში ისეთი რამეების მოწმე ვიყავი, რაც მარტო მე ვიცი. და მარტო მე ვიყავი იმის შემსწრე და ეს იყო დიდი, ეს არ იყო მარტო ჩემი. მე იმასთან, იმ სიტუაციასთან შედარებით პატარა ჭიანჭველა ვარ იქ პატრიარქის კაბინეტში, როდესაც აი 9 აპრილის წინ ნოემბერში 88 წელს, როდესაც შიმშილობა იყო პარლამენტის წინ, პატრიარქის კაბინეტში ბრძანდებოდა უწმინდესი მერაბი კოსტავა, ბატონი ზვიადი და მე. და 4 ადამიანი ვიყავი და მე ამას ყველაფერს მე კი არაფერს არ ვაკეთე, ვიჯექი და უყურებდი და უსმენდი იქ რაც ხდებოდა და რაც საუბრობდნენ და ამის მოწმე ვარ. მოწმე ვარ იმისა, რომ აი როდესაც ომი დაიწყო რუსთაველზე, პატრიარქმა მე და მამა ელიზბარდს გაგვატანა წერილი ბატონ პრეზიდენტთან. და მე მოწმე ვარ იმისა, რომ აი ბევრი რაღაცეების და ამას ნელ-ნელა ალბათ თქვენც მოგიყვებით ეს, იმიტომ რომ ყველაფერი დღეს ახლა აღარ იწერება, მაგრამ ჩაწერილი არ არის ვიდეო კასეტა და კამერაში და ესეც ინახება ალბათ და გავადრო და მე ვიღაც ამასაც გაიხსენებს, რომ ასე იყო და ისე იყო. ახალი ნაკურთხი ვარ, დავიწყოთ ზოგიერთი რაღაცების მოყოლა, ახალი ნაკურთხი ვარ და გახსოვთ თქვენ პირველი ეროვნული შეკრება ჩატარდა დიდი
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. კონფერენცია და პატრიარქი იქნა მიწვეული იქ. პატრიარქმა დამავალა მე, რომ წადი, მამაო და შენ დაესწარი ჩვენი სახელით აკურთხე ეკლესიის სახელით აკურთხე შეკრება, დალოცე და საოცარი რამე მირჩია და ილოცე. მართლაც ეს ხდომა დაიწყო, გადაჭედილი იყო ფილარმონიის დიდი დარბაზი, აუარებელი პარტიული ჯგუფები იყვნენ, ყველა თავის წინათ, მაგრამ ბატონმა ზვიადმა გახსნა ეს და გამოაცხადა, რომ აი ხლო მამა ზაქარია ეკლესიის სახელით, პატრიარქის სახელით დალოცავს ჩვენ შეკრებას და მე გამოვედი და მამაო ჩვენო თქვი, დავლოცე და დავჭიქი. პრეზიდიუმში ვზივარ მე. ეხლა რა უნდა გავაკეთო? ხო საინტერესოა რას ელაპარაკობენ, მაგრამ უწმინდესმა დამავალა რომ ილოცე. ხმე ცალიყურით უსმენ ამას, მაგრამ ცალიყური თელი გული და იმით ლოცულობ, კითხულობ 91 ფსალმოს, ბოროტზე გამარჯვების ფსალმოს და დავიწყებ სადღაც მიმალუსვად გადამეკეტება, გონება, გადამეკეტება, მახსოვრობა თუ რაც გინდა დავაკეთე და გავჩერდები. ვიწყებ თავიდან. ეს ხდომა დაახლოებით 2 საათზე ცოტა მეტი გაგრძელდა. და თელი 2 საათის განმავლობაში ამ ლოცვას ვკითხულობდი. ესე იგი ისეთი სიტუაცია შეიქმნა იდეათა დაჯახებითა და ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი ისე ფიქრობს, ზოგს ეს უნდა, ზოგს ის უნდა, რომ აი ჩაიშალოს თუ არ ჩაიშალოს ეს კონფერენცია და ვერ ვამთავრებ ამ ლოცვას. დავიწყებ, გაჩერდება, და ბოლო გავედი და თითქოს ესე იგი ეს შავი ფარდა, შავი ის მოიხსნა და ყველაფერი დამთავრდა კარგად. მე რის თქმა მინდა იცით რომ აი რა ხელა დიდი ძალა აქვს ლოცვას და მადლს იმისა რომ აი ამ ხა მე გამოუცდელი ახალი მოდელი ვიყავი მაშინ რამდენიმე წლის და მე შეიძლება დამდგარიყავი და მესმინა და ვიღაცის აზრი მომწონებოდა, ვიღაცის აზრი დამეგმო ეს რა ცუდი, ეს რა კარგია და ამაში გამეტარებია ეს ჩემი იყოფნის დრო და პატრიარქის რჩევით და დარიგებით რომ ილოცე და მან წინასწარ გააჭრიდა ეს რაღაცა რომ იქ არის ბრძოლის ფრონტია რომ ეს ეროვნული მოძრაობა აღორძინდეს, წავიდეს წინ თუ რაღაც და ეს სერიოზულად აი მე რომ მოვედი მოვუყევი რა თქმა უნდა პატრიარქს და თქვა კი სწორე მოქცეულ ხარ რომ შენ ლოცვის მეტი არაფერი გიკეთებია და დამლოცა ამისთვის კიდევ ერთხელ აი ჩვენ ხშირად აი ახლა გვიხარია ის რომ აი პატრიარქმა ამდენი ნათლული დატოვა მართლაც ძალიან მეტი რომ არაფერი გაეკეთებია უწმინდეს მარტო ამდენი ნათლული ყოლებოდა ესეც აცხონებდა მას და მე დარწმუნებული ვარ რომ ის ზეციური საქართველოსდან გადმოყურებს ჩვენ და გულოცავს იქიდან კიდე აგრძელებს მაგრამ ამის საფუძვლები ცოტა უფრო სერიოზული რამეა არა ეს მარტო ნათლობაში არ არის მარტო საქმე აი მოყვებით ეს საიდან დაიწყო ერთმა პიროვნებამ ეს იყო 2000 წლამდე მოიტანა საეკლესიო შეწირა თანხა დიდი თანხა მე შოკით მოიტანა და უწმინდეს უთხრა ეს გაჭირებულებს დაეხმარეთო და მართლაც უწმინდესმა გამოაცხადა აი ვისაც 3 ბიჭი ყავს იმად დაეხმარებით იყო ესეთი რომ ამით სტიმული მიეცა დემოგრაფიული ზრდისთვის საქართველოში და განსაკუთრებით ბიჭები რომელიც საქართველოში მაშინ განსაკუთრებით ესე იგი თუ ბიჭი ყავს უფრო სერიოზულ პიროვნებად ითვლების საზოგადოებაში და აი მომავალი ეს ხედარი ვაშკაცი კაცი უნდა გაიზარდოს და სამშობლოს გამოადგეს და ამან თავისი როლი ითამაშა და რამდენიმე წელი ვარიგეთ და მეც ვიყავი ამ ჯგუფში რომელიც არიგებდა ამ თანხებს და ბოლოს იმდენი ხალხი მოვიდა რომ ძალიან ძნელი იყო ამათი გასტუმრება და გამოილია ბოლო ფული და მე სანამ ეს მოხდებოდა ბოლო პერიოდში მივიდოდი მე გადაწყდა რომ ცნობა მოეტანათ
იმიტომ რომ ახლა გაიგე მყავს სამი შვილი თუ არ ყავს ახლა კაცი მოვა და ხო იცით ქართველებს გვიყვარს ცოტა რაღაცეები გვერდის შემოვლა და ფულს გულისთვის ბევრ რაღაცას კადრლობს და უწმინდესმა თქვა რომ ვინმე რო ცოდვაში არ ჩავარდესო და არ მოიტყუოსო მოდიო ცნობები მოვატაინოთ და მართლაც ვავალებდით რომ ეს ცნობა მოიტანე რომ შენ სამი შვილი ყავს ბოლო გამოილია ეს თანხა და რა ვქნათ და ვერს არ მოეწონა ჩხუბის დაგვიტყო მე წინა თვეში მივიღეთ ახლა ვაღარ მოწლებდა და მე პირადად მქონია ამ ხალხთან ურთიერთობა და ბოლო აუხსენით კაცო გამოილია და შენ შეგიწირია რამე ეკლესიისთვის იმ კაცმა შეწირა მაგრამ გამოილია და წადი და უთხარ თუ კიდე მოგცემს და ასე შემდეგ მაგრამ პატრიარქი იქ ვაში ძალიან ღრმად სერიოზულად დაფიქრდა რომ აი რა გავაკეთოთ ისეთი რომ ეს დემოგრაფიული მდგომარეობა გამოასწოროთ მაგრამ ამ დემოგრაფიულ გამოსწორებას კიდე უფრო ღრმა საფუძველი ქონდა რომ უნდა მოუნათ აი ჩვენ გაგვიგია კეთილშობილი რას ნიშნავს კეთილშობილი კეთილშობილის კი არ არის აი დაუშვათ სამეფო შთამომავლობიდან ან ვიღაც ერისთავი ან თავადია ან ის არის არა ამათი შვილი კი არ არის კეთილშობილი თურმე ადამიანის დაბადებას აქვს თავისი წესი დაბადების წესი მომავალი მეუღლეები უნდა იყვნენ მორწმუნეები მათ ჯვარი უნდა დაიწერონ მათ მერე ბავშვი რო ჩაისახება არა მარხვაში უნდა ჩაისახოს და რო დაიბადება იკითხება ლოცვა შობიარესა ზედა შობიარობის დროს რომ მშვიდობიანად წარიმართოს რომ რაღაცა გართულებას არ ქონი მერვე დღის ლოცვა მერე მე-40 დღის ლოცვა მერე დედის განწმენდის ლოცვა და აი ასეთი ბავშვი რო ინათლება სხვანაირია აი რო დააყენოთ 1000 ბავშვი და ერთი ასეთი დააყენოთ მიხვდებით რომ ის ბავშვი სხვანაირია აი პატარა ჩვილი ბავშვები უკვე რომ მოდიოდნენ შემდეგ ასეთნაირად დაბადებულები აშკარად ემჩნეოდათ რომ ის ბავშვი სხვანაირია და ასეთიები არიან კეთილშობილები კეთილად შობილი და აი ესეთი ჩვენი შვილები და შვილიშვილები ნათლულები უკვე შექმნიდნენ უკვე სერიოზულ საფუძველს ქვეყნისა და ერისთვის რომელსაც უკვე შეგი ღვთიუკურთხეულიერი და ღვთიუკურთხეული სხვა შემთხვევაში საბჭოთა წესით რო იყო ხელის მოწერა და ბავშვის დაბადება ეს ნაბიჯრობა აი ქართული სიტყვა არის მაგრამ მე ბოდიში ხდი მაგრამ ეს უხეშად ამბობ ცოტა მაგრამ არა უხეშად ამბობ ცოტა მაგრამ არა რბილად რო თქვა რანაირად ახლა ინგლისურად რო თქვა უკანონო შვილი ოკი ბატონო რაც გინდა არა უკანონო შვილი არა კანონიერი შვილია ჯვარდაუწერელი ოჯახის შვილი შენ ამიტომ ვიძახი რომ ქართულად აი ამას ქვია ეგა სწორედ ნაბუშარი სხვა რამეა ნაბიჯვარი სხვა რამეა ხო და ამიტომ პატრიარქს უნდა რომ აი ეს დემოგრაფიული მარტო რაოდენობა კი არა ხარისხის გაზრდილიყო და ამიტომ ყველაზე კაი გამოსავალი იყო ეს რომ აი პატრიარქი იქნებოდა ნათლული და უკვე აი ნათლობის პერიოდში პატრიარქმა მოთხოვა მათ რომ აი მშობლებმა ჰქონდეს ჯვრისწერის მოწმობა შვილების დაბადების მოწმობა ნათლობის მოწმობა და აი მესამე უკვე კიდე ის პირველიც და მეორეც უკვე კანონიერი შვილები იქნებოდნენ სხვანაირები იქნებოდნენ აი მე სამწუხაროდ მე თვითონ გვიან დავიწერე ჯვარი 15 წლის მერე დავიწერე ჯვარი არ ვიცოდი სკოლა ისე დავამთავრე ქრისტიანობა რა იყო არ ვიცოდი მაშინ მამა უჩვენო არ იცოდნენ და არა სახარება ეგრო არ გიცოდნოდათ ხო არ ვიცოდით მე ბოდიში ხდი საკითხები მაქვს ჩამოწერილი ერთი რაღაც გამახსენდა და იმაზეც მინდა რომ ვისაუბრო მე საოცარი რამე იყო და აი ეს გააკეთა პატრიარქმა ამის საფუძველი ჩადო რომ შეიძლება გარეგნობით ეს ნათლობა რა არის მაგრამ იმას თავისი ღრმა საფუძვლები ჩაუდო შიგ რომ ეს ბავშვები და მომავალი თაობა უკვე სხვანაირები იქნებიან ჯამრთელები, ნიჭიერები, უნარიანები და მართლაც ეგრე დააკვირდით.
აი ეს ბავშვები ახალი თაობა რომ მოდიან, სხვანაირები არიან, ძალიან სხვანაირები არიან. და აი ეს არის ის ნამდვილი, აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ მოსემ გამოიყვანა უდაბნოში ერი და ახალი ერი დაიბადა და ახალი ერმა გააგრძელა. ჩვენ აი ეს იმ კომუნისტურ, სოციალისტურ იმით ცხოვრობ დღესაც, რომ ჩემ თავში დავიჭერ ხოლმე იმ თვისებებს, რაც მაშინა მქონდა და ჩემ თაობას და ჩემ უფროს თაობას და უმცროს თაობას ცოტა იმაზე რაღაცეები მოგვდევს ისეთი და ესენი თუ არ აღმოფხარი და ახალი არ შემოვიტანეთ ჩვენ, ისე ვიქვიქნებით. ისე უდაბნოში ვიქნები და აი ეს ბავშვები უკვე სხვანაირები იქნებიან. სხვანაირად იცხოვრებენ, სხვანაირად ისწავლიან, სხვანაირად იშრომებენ, დაინახავენ ერთმანეთს. ეხლა ეს ასე უცბად არ ხდება. ერის გარდაქმნა აი მოსემ 40 წელი ატარა. ჩვენ რამდენი ხანია? აი ფსალმუნებში არის საოცარი 72 მაშინ ფსალმუნში თუ არ ვწდები, საოცარი წინასწარმეტყველა სოციალიზმზე და კომუნიზმზე და იმაზე საბჭოთა კავშირზე, იცით? რა სამობს აბა და გეტყვით. რა სამობს და 70 წელს ვერ მიაღწევო. და თუ 80 გადაცდიო, სამუდამოდ იქნები. და საბჭოთა კავშირი 70 წელს თავთან დაკავშირები დაიშალა. 70-ს ვერ მიაღწია. ესე მარტივად არ არის ჩვენ როგონია ხომე რაღაცები, ყველაფერი არის ღვთის განგებაზე და მის ლოცვაზე და წყალობაზე და მადლზე აწყობილი და აი პატრიარქმა ეს გააკეთა, ახლა პატრიარქი ყოველ წუთში ხო იქადეგებდა და ისაუბრებდა ამ თემაზე. იმან გააკეთა ესე, მაგრამ ეს ხალხი უკვე მოექცა აი ამ კალაპოტში, რომ ახალი ფუნდამენტური მომავალი ერი შეიქმნას ქართველი ერისა. და მადლობა ამისთვის. აბა რამდენი ადამიანი მოინათლა და მე რამდენი არ ჩემი სამი შვილიშვილი მისი ნათლულია და რომ მივედი მესამეზე მაშინ იყო 23,000 მე200 იყო და მეოთხარი თქვენო წმინდესობა ჩემი შვილიშვილის თქვენი ნათლულია მეთქი 23,000 მე200-ია და მილიონი უნდა მოუნათლაო და ესე იგი რა ქონდა განზრახ უნდა რომ კიდე ენათლა და რაც ბევრი იქნებოდა უკეთესი იქნებოდა მართლა ესეა და ეს ყველამ რო დაივიწყოს და ყველა იმას ქნას ეს ნათლულები არ დაივიწყებენ მის ხსოვნას და მის მადლსა და წყალობას საინტერესოა ეს აი ამო პატრიარქის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხო აი აქ ხათ რამხელა სიბზნე ჩადო უბრალოდ რომ კი აი ფოკაში რო ჩაეწერა ხო მაშინ არის ის ბევრმა არის ის არა კი ბატონო ახლა გეტყვით საბჭოთა პერიოდში იყო ესეთი მდგომარეობა რომ აი ახალ ციხეში რონდო უნდა კაც ახალ ქალაქში ვარძიაში ვერ წავიდოდ კაცი რომელიც ცხოვრობდა თბილისში, გორში, ქუთაისში თუ მაშინ ექსკურსიაზე ვერ წავიდა და ვარძის სანახავად. რატო? იმიტომ რომ იქ საზღვარი იყო. სამხედრო, ესე იგი, აწყურ სიკით ვერ გავიდო და ვერც ერთი მოქალაქე. როგორც დღეს ზოგიერთ ქვეყანაში გვჭირდება ჩვენა საშვი და ვიზა, ისე გვჭირდებოდა საშვი და ვიზა. რატო? ამიერკავკასიაში იმაზე მეტი ჯარი იდგა, ვიდრე თელ ევროპაში. რატო? იმიტომ რომ თურქეთი მეზობელი იყო ჩვენ და თურქეთი იყო ნატოს წევრი. და საშიშროებას ხედავდა საბჭოთა კავშირის მთავრობა, რომ აქედან შემოჭრა ყოფილიყო. და ამიტომ ევროპაზე კი არ ქონდათ ყურადღება გადატანილი. ამიტომ აქეთა და თელი ვებერთელა ტერიტორია სამხედრო ბანაკი იყო ფაქტიურად და ვერ გახვიდოდი. და ამაზე ფიქრობდა პატრიარქი რომ როგორმე ეს კავშირი უნდა აღდგეს და გავაკეთოთ და იქ ავაღორდინოთ ეკლესიაზე არის ყველაფერი არც ეკლესია არც ღდელი არც ბერი არც მონაზონი არაფერი და პატრიარქმა მოიფიქრა რაღაცა და მოდიო ფოკაშიო ვიყიდოთო სახლიო ეს პირველი ახლა სადაც ახლა დედათა მონასტერია ახლა ფოკა თქვენ წარმოგენიათ სოფელი და რაღაც არა მიდიხარ მინდორია წარიელი მაშინ განსაკუთრებით და სოფელი არის მთელი მიწის ქვეშ და ბოლი ამოდის აქეთ იქიდან და ეგ იყო ახლა
იყიდა ერთი სახლი და რაკნას მოიფიქრა რომ მოდი მე უნდა ჩავეწერო იქ. ამოეწერა თბილისიდან და შეეწერა იქ. რატო ახლა? იმიტომ რომ რახან იქაური მოქალაქე იქნებოდა. საზღვარზე გასვლა მას შეეძლებოდა როცა უნდოდა და როცა გავიდოდა და გამოვიდოდა და აი ამ აწმულს იქით როგორც უნდოდა იმოძრეებდა და რახან პატრიარქი იყო და რახან მღვდელმთავარი იყო და ის იყო, ამიტომ მას შეეძლო ვიღაცა გაეყვანა იქაურ ასე თუ ნათესავი ყავდათ იქ. მიხვიდოდი და ურეკავდით ან დეპაშას გაუგზავნი და მოვიდოდა საზღვართან და იტყოდა რომ მე აქ ვცხოვრობ აი საბუთი და ეს ჩემთან არის სტუმრად. ესე იგი ვიზას აკეთებ და ამიტომ პატრიარქი ამითი სარგებლო ბოლომდე იქ იყო ჩაწერილი. იმიტომ რომ აი ეს თავისი პირადი ყველაფერი შეალია ეკლესიას და აი ამ კეთილ დიდ საქმეს და იქ აღორძინდა ჯერ დედათა მონასტერი იყო, მერე უკვე საზღვრები რო გაიხსნა, მამათა მონასტერიც გაიხსნა, მერე იქ დიდი ის გაკეთდა სალოცავი დიდი ტრაპეზი დაიდგა იქ ტბის სანაპიროზე და მოკლედ მერე ნინოს მოძრაობა იყო და ამან გამოიწვია იქაური აღორძინება, გაიხსნა ეკლესიები, მონასტრები და აი ამითი ისევ ეს ჭრილობა რომელიც ცალცალკე იყო და გახსნილი იყო შეერთდა და დღეს უკვე ერთიანი ვარ და მადლობა ღმერთს ამისთვის. ხო საინტერესო წარმოიდგინეთ მამა აქ რამიდა რო თქვა რომ ეს ტერიტორია დღეს შეიძლება ჩვენი აღარ ყოფილიყო ეგრე რომ გაგზავნებულიყო და რომ არა ჩვენი პატრიარქის აი ამ ხელა სიბრძნე და სიდიადე და ჩვენი ეკლესიის მონდომება დიდი წვლილი შეიტანა ამაზე რომ აი საოცარი რა მოხდა საოცარია რა თურქეთში მოხდა გენოციდი სომხებისა იქიდან გამოიქცენ სომხები და სომხეთმა არ მიიღო თავისი მოძმე ხალხი და გადმოვიდნენ ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდნენ. ჩვენ მივიღეთ. ეს დიდი მადლია და კარგია გარკვეულწილად, მაგრამ ჩვენც უნდა გავუფრთხილდეთ კაცო. საინტერესოა ერთი შესაძლოა კაი ხალხი ცხოვრობს და მართლა მთელი გულით მინდა მოვიკითხო და მინდა რომ დაინახეს მათ ეს იციან ეს ხო ისტორია. ძალიან ეხმარებიან ახლა ვიცი ქაურობას და ისევ თქვენ თავს ეხმარებით საქართველოს ვინც გვერდში უდგას ის ქართველები ხართ ყველანი და ჩვენთვის საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს და მართლა აი ორმაგად ქართველები ხართ ის ადამიანები ვინც სხვა ერს წარმოადგენთ და ესე უდგა ხართ საქართველოს დიდი მადლობა ბევრი რამ გსმენია მონასტრებს იმას ეხმარებით ახლა დღეს და მადლობის მეტი რა გვეთქმის ვინც საინტერესო ერთი საკითხი რომელიც ახლა შეიძლება ეს იმენა დახურვის არის ვიწრო თემაა რომ ამაზე არც არავის არ უფიქრია და არც ულაპარაკია მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს პატრიარქი რო ეკურთხა 77 წელს გახდა მეც ახალი მისული როგორც გითხარით 80 წელს მივედი და ხშირად საუბრობდით არავინ არ იყო ჩვენ საუბრობდით მარტო ჩემთან იყრიდა ხოლმე თავის გულის საწადეს საუბრობდით ყველაფერზე და ერთხელ თქვა რომ მე ქართული ლიტერატურა არ ვიცი რატო მე სკოლა დავამთავრე ორჯონიკიძეში რუსულად სემინარიაში ვსწავლობდი მოსკოვში და ჩვენ ახლა სკოლაში ვისწავლეთ კლასიკური ლიტერატურის რაღაც ნაწილი, მაგრამ მე პატრიარქი ვარ და არ შეიძლება რომ მე არ ვიცოდე ქართული კლასიკაო. ანუ კლასიკას თვლიდა თუ ისე როგორ არ იცოდა რა თქმა უნდა უბრალოდ აი რაღაც მიმართულებაზე ამ ზედაპირულად იცოდა ეს ყველაფერი ახლა იქიდან მიმართებაში რაღაცები მე არ მინახავს პატრიარქი რომ ტყილა მჯდარი იყოს და რამე სულ კითხულობდა სულ რაღაცას აკეთებდა წერდა რაღაცას იმოშვებოდა და მან ხაზი გაუსვა ამას რომ მე უნდა წავიკითხო თავიდან ყველაფერიო იმიტომ რომ ახლა ბავშვობაში რომ სიღრმისეულად არის ხო რა თქმა უნდა დიახ თორე როგორ არის წაკითხული გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცა სკოლაში გავიარეთ მაგრამ ეხლა რაღაცებს ვერ გავიხსენებთ ხო მაგრამ პატრიარქმა ეს მოინდომა ძალიან და გააკეთა კიდევაც მოატაინა თელი კლასიკა
ყველაფერი და ყველაფერი თავიდან წაიკითხა. მე როგორც პატრიარქმა ეს უნდა ვიცოდე. მე არ ჩემთან ახლა ბევრი ხალხი მოდის. წერლები, ისინი, ესენი ეს ურთიერთობა მაქვს და მე იქა არ უნდა გავჩერდე, უნდა ვიცოდე ვის რა ველაპარაკო და როგორ ველაპარაკო. აი ის განა ისევ მეორე, მან იცოდა, ჩვენზე მეტი იცოდა. მაგრამ აი როგორც პატრიარქმა, რომელმაც უფრო მეტი უნდა იცოდეს ყველას, როგორც მასწავლებელმა უფრო მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე მოსწავლემ. აი ეს უნდოდა და ამას მიაღწია, გააკეთა. წაიკითხა. ისეთი რაღაცებს ამბობდა ხომ აი ნაწყვეტებს, აი მან ესა თქვა, ის რა კარგი რაღაცა, ის რა კარგი რაღაცა. ძალიან მოწონდა ისა ბოდიში ახლა ვეღარ ვიხსენებ, იქ სიონშია დაკრძალული, აი ეგ არისო დაკრძალული ისო. ერთ-ერთი ჩვენი პოეტის, დიდი პოეტის, კლასიკოს პოეტის ძმა. ის დიდი პოეტი იყო და ის უფრო პატრიოტული იყო, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ის მიჩქმალული იყო და ამიტომ არ ჩანდა ის. ბოდიში ვიხდი ახლა ვეღარ ვიხსენებ. მოკლედ ძალიან გულმოდგინედ აკეთებდა ამას. ეს კიდე სად ჩანს იცით? მიიწვიეს ათონის იმაზე ბოდიში, შავმთაზე. ეკატერინეს ეკლესიაში, სადაც მოსეს გამოეცხადა ღმერთი და წავიდა, მაგრამ სანამ წავიდოდა 2-3 თვით ადრე მოითხოვა რომ არაბული სპეციალისტი მინდაო რომ მე იქაო რაღაცეებიო რომ დამჭირდესო გავიგო და 2-3 თვე მეცადინეობდა კაცო მასთან ერთად და როდესაც ჩავიდა ეკატერინეს მონასტერში მაშინ ახალი ის იყო ხანძარი მოხდა იქ იმ პერიოდში 1 წლით ადრე და წინამძღვარს კითხეო ისეო რომ აქო ბევრი ქართველი мама მოღვაწეობდა და ქართული ხელნაწერები ხო არ არისო არაო სამწუხაროდ არ არის აქ არისო ბერძნულიო სირიული და სომხურიო თუ შეიძლება ის სომხური გვაჩვენეთ რა და მოუტანეს ნიმუში არავით არის სომხური ქართული აღმოჩნდა გადაიერია სიხარულით სულ რო ჩამოვიდეს უწყლო ქართული ხელნაწერები აღმოაჩინეთო და მე შეუთანხმდა იქ წინამძღვარს რომ მამაო სასულიერო პირებთან ერთად დაკავშირებითაც მინდოდა რომ მეკითხა თქვენთვის ეხლა მოდი დავამთავრებ ვიცი ხო კი დავამთავრებ მე გააგზავნა ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი სპეციალურად ამისი აღრიცხეს 99 წიგნი იყო ქართული ეხუმრები და მე მეორეთაც გაგზავნეს მხოლოდ ფირები გადაიღეს იმის ახლა იმას იქიდან ვინ გამოატანდა რომ ფირებით ყოფილიყო ხელნაწერთა ინსტიტუტში და არაჩვეულებრივი და აქვე ვიტყვი ვარეღამ რა აი ბიბლიის საკითხი ახლა ჩვენა ძალიან ბევრს ტრაბახობთ რომ დიდი მორწმუნეები ვარ და ესა ვარ და ისე და ბიბლია არა ქონდა სრული ტექსტი ბიბლიის არ იყო პატრიარქმა დაინახა რომ ეს აუცილებელი ამის გარეშე არ გამოვიდა რას ამბობდა ხოლმე იცით აი საზღვარგარეთ რომ მივდივარო ყველა სასტუმროში სადაც მივდივარო ყველა ოთახში დია ბიბლიაო ხო ასაუცილებლო ჩვენა სადა არა გვაქვს აი მე რომ მითხრა ხო ბიბლია მომეწი არა მოხდა რა მოგწი სამჯერ წავიდა მოსკოვში სპეციალურად რომ მიეღწია იმას რომ საბჭოთა ხელისუფლებას დაერთო ნება ბიბლიის დაბეჭდის და საბჭოთა ხელისუფლებას დაერთო ნება აკადემიის გახსნის სამჯერ წავიდა და პოლიტბიუროს დონეზე წყდებოდა არ ეშვებოდა ხარას მოუგუნებდნენ ხარას მოუღა მიზეზ 1000 რაღაც ან ერთი ან მეორე ორივე ერთად არ მოეშვა და ორივე გააკეთა აი ეს დიდი საქმე გაკეთდა. დღეს ახლა აღარ აგრის ამის პრობლემა ბიბლიის, მაგრამ თუ არ წავიკითხავთ რა გვინდა, აბა ეხლა ბიბლია გვაქვს და აღარ ვკითხულობთ. სამწუხაროდ მე პირველად ბიბლია წავიკითხე იმის კოსიდოვსკის სახალისო ბიბლიეს პოლონელი მწერალი
ისე რა მოგიყვანეთ მამო ეკლესიაში თქვენს ძალიან მაინტერესებს. მე ასე მღვდელია საქართველოში და სხვათა შორის მაშინ პატრიარქი როცა მოვიდა, მაშინ წარმოიდგინეთ, აი სადღაც 50-მდე ტაძარი იყო, ის რომ სადაც შეიძლებოდა რომ გეწირა. დანარჩენი ყველაფერი იყო რაღაც ურთულეს მდგომარეობაში და ამ 50-დანაც რამოდენიმე ტაძარში იწირებოდა. აი წარმოიდგინეთ, ხა ის ზარზმა და ეგეთი თვითონ ეპარქიაც არ იყო, წარმოიდგინეთ. სამცხე-ჯავახეთის ეპარქია, ესეთი ეპარქიები არ იყო საერთოდ წარმოიდგინეთ. ზარზმაც კი არ ფუნქციონირებდა. არა, გეტყვით კაცო, იმაში მონაწილეობა მიღია ზარზმის აი, უბრალოდ ნახეთ ამ ხელა რაღაცა. ხაშურში და გავიზარდე სკოლა იგი დავამთავრე და ხაშურში იყო ეკლესია. მაგრამ მცხეთიდან ქუთაისამდე მოქმედი ეკლესია არ იყო. არც ქალაქში, არც სოფელში არ და ბავშვობაში მახსოვს ბორჯომიდან, გორიდან, ქარელიდან, ზესტაფონიდან ჩამოდიოდნენ მარილის საკურთხეველად. თუ რაც ჭირდებოდათ რა, მოსანათლად თუ რაც იყო. მე იქ მახსოვს მეუფე კალისტრა კონსტანტინე მღვდლობაში და კიდე სხვები ახლა შინ საოცარია და კონსტანტინე მამა აკაკი მამა ხო ხოდა მიუხედავად ამისა მე იქ მყავს ნანახი მელქისედეკი კათოლიკოს პატრიარქი მელქისედეკი ხეს ისეთი რაღაცა ცოტა უხერხული კი როგორ ყავთ ხო არ ეგ ძალიან დამაინტერესებს რაღაცა ვერ იმთხოვით გეტყვით ეს ხდება სადღაც 50-იან წლებში ახლა ჩემი მშობლები რედაქტორი იყო პარტიულები იყო და მეზობლის ბებია მოვიდა ესე იგი გვერდზე სახლის რო ბიძაშვილები ერთი გვარი და ერთი ოჯახი და ჩემ ხელა შვილი ყავდათ იმათაც და ერთად ვიზრდებოდით, ერთად ჭამდით, ერთად ვიყავით და მოვარდა კატუშა ერქვა, კატუშა ბებო და ჩქარა კათოლიკოს პატრიარქი ჩამოსულიო და უნდა წავიყვანო ბავშვები დავალოცინო. მაგრამ მოდი იმას მოვყვები, ეს ეკლესია როგორ აშენდა. ხაშური თვითონ ქალაქი არ არსებობდა. ეს დაარსდა წიფის გვირაბის აშენების შემდეგ. 1892 წელს გაიხსნა გვირაბი და მუშები მუშაობდნენ, ახლა გვირაბში ხوار იმუშავებდნენ, აქ იყო სამუშაო მოედანი, იქ ორთქმავალი იყო, ვაგონები იყო, თავითელი მომსახურე რაღაცები და ეს ქალაქი აშენდა ამ რკინიგზასთან დაკავშირებით. და რო დამთავრდა ეს გვირაბის აშენება, მუშებს დაურიგეს პრემია 5 კაპიკი. შაურს ეძახდნენ მაშინ და ამ მუშებმა თქვეს რომ ესეო ახალი ქალაქიო და ეკლესია არ არისო და მოდიო ეს ფული დავტოვოთ ისევ ერთადო და ავაშენოთ ეკლესიაო და ააშენეს ეკლესია. ვის სახელობის ხო არ გახსოვთ მამაო? იონი ნათლისმცემლის სახელობის, მაგრამ საქმე ის არის ეს ფული არ ეყოთ. ეს ტაძარი აშენდა კედლები, ესე წარმოიდგინეთ პირველი სართული სადღაც დაახლოებით 6-7 მეტრი კედლები და მერე გაჩერდნენ. მე მაქვს ვიდეო ნანახი პატრიარქი რო ჩაბზარდა მათ. აი მან რო დადის, დიახ. და მოკლედ რამდენიმე წელი გაჩერდა ეს მშენებლობა და მე არ ვიცი ვინ დაასრულა და დაადგეს რუსული ხახვი, ხისა. ესეთი ტაძარი იყო, საკმარისად მაღალი იყო, მაგრამ ქართული არ იყო. არც ქართული იყო, არც რუსული იყო, არც ესე იგი როგორც შეძლეს გააკეთეს. და გაიხსნა 1909 წელს. და გახსნის სურათი მაქვს მე. სადღაც 200 კაცია მეტი. და სტალინიც არის იქ იმ სურათში. აი რა. დიდი სურათია იქ მეგობრებმა, ვინც ეს მოიძია და შენო სამღვდელო ხარო და კონდესო შენაო და საოცარი რაღაცა და აი აქ მე როგორ ეხლა დაუბრუნდეთ ისე მეუფესთან იქ ამ ეკლესიის ეზოში დიდი მუხა იდგა ერთი ესე იგი წარმოიდგინეთ რომ ეს დიამეტრი იყო ეს 1-3 მეტრი და ამ მუხაზე იყო ასასვლელი კიბე და მაგიდა იქონდათ გაკეთებული და რო დაგიყვანა ამ კატუშა ბებო მე და თავის შვილი ჩემი მამიდაშვილი ეს ხალხი ადის ამ კიბეზე იქ დგას ახვანი ეს
დიდი ლამაზი წერით ახლა ჩემი პატარა ბავშვები ვართ 5-6 წლისანი ვართ და ლოცავს ახლა იქიდან და ჩამოდი ერთი ავა და ლოცავს ჩამოვიდა ესე ადის ეს ხალხი ძალიან კარგად მახსოვს ბებო მაიყვანა თავის შვილი და ლოცვა ჩამოვიდა და ახლა მე უნდა ავიდე ჩემი რიგია და მოვიდე ვერავდივარ მეშინია შემეშინდა რაღაც ვერავედი შოკიბეზე გავჩერდი და გადამსახე იქიდან ჯვარი და ესე უყდელი იქნება ესე მერე გავიხსენე მე აი ეს სიტყვები ანგელოზმა გამახსენა რომ აი ესეთი ანდერძი იყო ეს იყო და ეს რა ტყუილ არაფერი არ ხდება მე მაშინ რას წარმოვიდგენდი მაშინ კი არა ესე უყდელი რო გავხდი მერე გამახსენდა აი ისი სიზმარს რო გაიხსენებ რაღაცას ესეთი რაღაცა ახლა ესე რატომ მოვაყოლე შენ გინდოდა რომ გითქვა რომ და ძალიან ცოტა ეკლესიები იყო ძალიან ცოტა ეკლესიები იყო და მე როდესაც მაკურთხეს მარტყოფში გამოშვეს მარტყოფში ეგ ეს ეკლესია ააშენა თქვენ ყველას გინახიათ ფილმი მამლუქი ალი ბეი რომელიც თურმე ბავშვობაში მოიწაცეს მარტყოფიდან შინჯიკაშვილი იყო გვარად და იქ გახდა მე ალი ბეი და თელ ეგვიპტეს განაგებდა და იმან გამოაგზავნა 1000 ოქრო ერეკლეს გამოუგზავნა და უთხრა რომ წერილით რომ მე აღარ შემიძლიაო ესე იგი დედაჩემს არ შეუძლიაო ღვთაებაში ასვლა ეგ ღვთაების მონასტერია ზოგადად სადაც ანტონ მარტყოფილი დაკრძალული იქაო და იქნებაო სოფელში აშენოს ეკლესია ამ ფულმა იარა მაინც ჩამოვიდა და აშენდა და მე რო ჩავედი ეს ეკლესია განადგურებული იყო და ძეგლთა დაცვა სოფელმა ერთად ავაშენეთ და გავხსენით 1990 წელს სექტემბერში და დიდი ზეიმი ქონდა და 1-200 კაცი იყო მთელი რაიონი გარდაბნის რაიონი თბილისიდან ისინი და მე იქ ვცხოვრობ პატრიარქს ქონდა რეზიდენცია და ამ რეზიდენციაში ვცხოვრობდი ჩემი ოჯახი და პატრიარქი ჩვენი ოჯახის მე ვიყავი პატრიარქის ოჯახის წევრი და ერთად ცხოვრობდი და დიდი მადლობა მე ამისთვის პატრიარქს რომ აი ესეთი თბილი ურთიერთობა და ასეთი კარგი მოსაგონი ერთხელ იქავარ და მომიყვანეს 99 მოზვერი ხარი ეს უნდა მოუვარო შენ ახლა ჩემთვის ძნელი იყო ახლა ეს არ არის პატარა წიწილა რომ ჯერ ერთი რა არის და მე 99 ჭამა უნდა წყალი უნდა დასუფთავება უნდა მე ცოდნაც უნდა ამათ რა თქმა ყველაზე თავარი ეგ არის რომ საქონელს როგორ მოუვარ უნდა იცოდე და მე რა ქნით მამა უვლიდი რას ვაკეთებდი ახლა მე ბუღათ პატრიარქს ქონდა ხომ ესეთი კარგი თვისება რომ სააღდგომოდ კლავდა ხომე ბუღას დიდ ბუღას გაჭირებულებს საჭმო ხო ყველასა და უფლი შესაწირს და გასცემდა ხომე ამას ყველას ესე ახლა ერთწონიანი ხორცი სად უნდა წაიღო ვინ შეჭამდა იმას და არიგებდა რა სულ ყველა მონასტრებში შევიდა საპატრიარქოში იქა და მომიყვანეს ეს ვებერთელა ბუღა და დიდი რგოლი აქვს წყლში გაკეთებული ხო და ამოდიოდა ხოლმე და ხედავდა კვირაში ერთი დღე და ხედავდა და ერთხელ ამოვიდა და აბა ნახოთ რა შვება ბუღაო და ნახე დავათვალიერეთ ყველაფერი კარგად არის და მე იქ თივები ნახა რაღაცები მთელი ის მეურნეობა ქონდა მოწყობილი და წამოვედით აქეთ ჭრილში დავჯექით და საუბრობ და გამახსენდა რომ კარები დამჩაღია ვაი შენ ავედი და ეს ბუღა გამოსულა გარეთ და მინდორში დაკვინტრიშოს ერთონიანი ბუღა ვებერთელი მხელა მე არაფერი მინახე ახლა დაკვინტრიშობს რა ახლა დამწყურებული ყავდა ჩვენ ორი სადაც იყო ორი კარები იყო იქ ერთ კარებთან რომ მივიდოდი და საჭმელს დავუყრიდი ეს წამოვიდოდა ჩემსკენ მე ამ კარებს დავკეტავდი ახლა მეორე კარებთან მივიდოდი ახლა იმას გავაღე მაინც მეშინოდა არ ვიცოდი ახლა როგორ ყველაფერს თავი გავიცი და ხასიათზე დადგეს ახლა მოკლედ ესე ერთი თვე იყო ჩემთან და მე რა ვქნა ახლა აბა ეს
სუნი რო აიღო საქონლის ეგ მეზობლებს საქონელი ყავდა და დადიოდნენ ძოვდნენ ბალახები და აკონტროლებს ეს რგოლი რო აქვს ცხვირში თოკით შებაზე და 1-5 მეტრი სიგრძის თოკი და წავიყვანე ერთი მორჩილი და ხო დრო აღარ არის და მალე თუ იმას ქენი 10 წუთი დარჩა და კი მოვახერხა მოკლედ ტორიადორი მგონია თავი ისე ჩემს შევეხე არა ახლა სხვა მინდოდა ხო და მაგიტომ გეუბნე მინდა რომ ეგენი მოყვე და აქა იმდენი რამეა ხო კარგი დავამთავრებ ახლა რამაც მოკლედ ეს ბუღა რო დაკრავდა ამ ფეხსა გაოცებული ვიყავი აი ვებერთელა 44-და აი ამ ხელა სიგანის 40 და ამ სიღრმეზე კი ეს ერთი დაკრავი თუმცა არაფერი ამ 4-და და ამ თოკზე რომ მოვკიდეთ ხელი რომ უნდა მოვიწავიყვანოთ საღე რა თოკი გაიქნია თავი ორი ბუზებით გადაყვარა ეკეთა აი მე რა ვკნა ახლა მე შინი ახლა ბავშვი ვინმე არ გამოვიდეს და რამე ხიფათში არ ჩავარდე კაცო რა ვიცი გინდა დიდი გინდა პატარა მნიშვნელობა აქვს და თავი ნახე რომ იქ ხბოებს ეთამაშება ნახეთ სუნი რო იმას კნა იგრძნო საქონლისა ახლა იმა და შენ გაჩვენებ მეთქი სეირს და ღმერთი შეწევნით და წყალობით ეს ხბორები შემოვრეკე ეზოში და ესეც შემოყო კაი რა მე მივიყვანე ნელა შევაგდე იქით თავის ადგილზე და ეს ხბორები კი გავყარე და ესე გადავრჩი და რა ვიცი აბა აი იმას ვამობდი შავთაზე მინდოდა მე საუბრა იქ წავიდე მე რო წავიდა ყველაზე საინტერესო რა იყო იცი ფეხშველა ავიდა ამთაზე უწმინდეს აბა წარმოიდგინეთ დილით გავედითო 5 საათზეო იმიტომ რომ ხამე თუ არ გახვიდოდი დღე ისე ცხელდებოდა ეს მზე იქ ახლა ხა ფეხშველა ფეხით ოდიში ახლა გაფაქიზებული ფეხი როდესაც კაცსა და ფეხის გული ძალიან რთული და ძნელია და პატრიარქისთვის ესე მაგრამ ავედიო სინაზე ხო სინაზფაზე ავიდა ფეხშველა ფეხით საქართველოში ავედ რა მე როგორ წმინდა ნიკოლოს ახლა როგორ შეიძლება წარმოიდგინოს სხვა რამე რა შეევედრებოდა პატრიარქი თუ არა ქვეყნისა და ერის კეთილდღეობას და სიკეთეს და ღმერთმა ისმინა მისი ხო მან თავის და მე რაც შემეძლო გავაკეთეო და ჩემზე მეტი თუ ვინმე შეუძლია გააკეთო კი ბატონო მართლა მან რაც შეძლო ღმერთმა რაც მადლი მიცა იმაზე მეტი გააკეთო წარმოიდგინეთ თქვენ ახლა აი ფეხშველა ფეხით აბა მე გადავეჭ ფეხს ბავშვობაში თამაშობდი ქვიშაზე თამაშობდი მაგრამ ეხლა ვეღარ გავივლი ისე როგორც მაშინ ბავშვობა სხვა რამეა და შეჩვევა სხვა რამეა და პატრიარქი ამ ცხელ ქვაზე 1000 რაღაცა საფეხურია ადი აბა მარტო ისე ადი და მე ცხელზე კიდე მაგრამ აი სამშობლოსა და ერისა და ქვეყნის სიყვარულისთვის გააკეთე ეს მან გახსნა სემინარია აკადემია ამისთვის წეღანოს თქვი 3 ჯერ წავიდა პოლიტბიუროში არ მოეშო სანამ არ მიაღწია თავისას ერთი საინტერესო რამე მინდა ვთქვა თავის სახლი გაყიდა მამაოვის კი თავის სახლი გაყიდა და ამის ფასად ეგ წვრილმანი აი წავს მამაო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი თავის პირად სახლს გაყიდა ვლადიკავკაში ხომ მე მგონი თუ სად გააშ ერთი წუთი მე უფრო საინტერესო რამეს ვიტყვი ის ეხმარებოდა ინტელიგენციას მე 80-იან წლებში საქართველოში მოღვაწეობდა ასეთი კაცი ალექსანდრე გაჩეჩილაძე რომელიც კიბოს წამალს აკეთებდა და მე მიმიწვია მან რომ დავხმარებოდი და გავაკეთეთ რაღაცა და ეს კაცი მას უნდა რომ ეს კიბოს წამალი ისეთი ყოფილიყო რომ ყველასთვის ყოფილიყო და მან სამწუხაროდ ვერ დაასრულა არ დაასრულებინეს და ერთი პერიოდი მოსკოვში წყდებოდა მისი საქმე ჯანდაცვის სამინისტროში ისინი ყველაფერი იქ წყდებოდა მოსკოვში ჩვენთან არაფერი არ წყდებოდა და პატრიარქს რო უთხარი ეს საქმის კურსში მყავდა ხოლმე რამდენჯერმე შევხვდნენ ერთად იყვენ და პატრიარქი დამწუხე ახლა იმასაო გაუჭირდება თითქმის ერთი თვე იყო მოსკოვში გაუჭირდება ახლა იმას იქო და მოდიო შენაო წადიო და ფული წაუხეო იმიტომ რომ ხა იქ იმას არავინ არ დაეხმარებაო საჭმელი უნდა სასმელი უნდა ბინა უნდა ესა და მოკლედ წაუღეო და მართლაც წავედი და
ისეთ დროს მივედი აი საოცარი ესე იგი სასტუმროს რო ტოვებს და უნდა გადაიდეს ვიღაცასთან სახლში საცხოვრებლად დროებით რომ შეიფარო რომ იმასკენ და იტირა კაცმა სიხარულით იტირა რომ აი მე ვახსოვა რომ პატრიარქსაო და უნდა რომ ის იყო ესე იგი ეს ხო მე აქამდე არც მითქვი არავისთვის ისე დახურული საკითხი იყო და მარტო იმას კი არ იყო რომ აი რო ხედავდა ვიღაცას დახმარება ჭირდებოდა ისე ჩუმად გააკეთებდა რომ აი სახარებაში რომ ისე გააკეთო ერთ ხელითო რომ მეორე ხელი მარიწოდეს და ესეთ რაღაცა და ახლა მე ვთქვი იმიტომ რომ დავინახოთ პიროვნება დავინახოთ მისი თავარი არსი დავინახოთ ჩვენ უყურებდით გარეგნულად ესეთი რაღაცეებს მაგრამ იყო ძალიან ბევრი რაღაცები და რას ოცნებობდა იცით ღმერთო 80-იან წლებში ხდება ესე ღმერთო იმას მომასწარიო რომ საქართველოს თავისუფალი იყოს და თელ რუსთაველზე გავშლის სუფრას ესე იგი წარმოიდგინეთ რა უნდოდა მას ესე იგი ოღონდაც ეს ამას შემასწრო და გავაკეთებო ამას და ხა ჩვენ დღეს თავისუფლები გონია ჩვენ თავისუფლება უფრო სერიოზული რამეა ვიდრე შელიგინი კი არა თავისუფლება და ლიკინი კიდე თავისუფლება შრომა სიყვარული ერთმანეთის თანადგომა და დახმარება დანდობა მამაო ერთმანეთის დანდობა პატრიარქის მე როგორ გაგვიჭირდება ერთმანეთის დანდობა ზუსტად ვიცი არა რა არის იცით აი თუ ჩვენ მორწმუნეები ვარ თუ ჩვენ პატრიარქი გვყავს მე სიმართლე გითხრათ ძალიან გულნატკენი დავრჩი რაზე რომ ეს ამდენა ხალხი ერთი მხრივ მიხაროდა რომ ამდენა ხალხი მაგრამ თქვენ მომაცხონებულებო სანამ ცოცხალი იყო მაშინ მისულიყავით დაგენთოთ ერთი სანთელი პატრიარქი ხო გაიხარებდა სიხარულით ხო უფრო კარგად იქნებოდა ხო ყველანი კარგად იქნებოდით უფრო რო გადაბრუნდება დიოდი მამა უბრალოდ არ ჩანდა რა ჩანდა კაცო ახლა მეც ხო არაფერს არ ვაკეთებ უყურებ კაცო მაგის მეც ხო არაფერს არ ვაკეთებ და ეკლესიაში ვარ სულ ხო ნეტამს კი მაგრამ ეს ამას თავისი მნიშვნელობა აქვს და რატომ მოხდა მე ამას თალკე გეტყვი აუცილებლად მამა აუცილებლად გადაშოვის აი ერთ-ერთი ჩვენი უდიდესი მღვდლის გუშინ იყო დაბადების დღე მამა იოსებ ბურჯანაძის რომელიც ავიც მთელი ოჯახი მღვდლები არიან და სასწაული ხალხი არიან გელაჩი რო დაიწვა ეს ადამიანი და იქ ვიყავი და ოფჩელები ძალიან მაგარი ხალხი ქუთაისლები სასწაული ხალხი დიდი მადლობა ამ ადამიანებს და დიდი მოკითხვა იქ მამები ყავს მამა დავითი არის ოფჩაში ცხოვრობს მისი ძმა იქ მამა კონსტანტინე რაღაცა იქ ყველა ვინც ხართ უღრმესი მადლობა ბიჭო ყველა მამაო წარმოგიდგენთ შეკრებილი იყვნენ და პატრიარქის 40 რო იყო მთელ საქართველოში ესე 40 უხდიდნენ მამაო და როგორი საოცარი ხალხი ცხოვრობს ამ ოფჩაში აი ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ აი უღრმესი მადლობა რომ ხართ მთელ ოფჩას დაირო დალოცოთ მამაო და კი რა თქმა უნდა ერთი საინტერესო აი ისეთ მდგომარეობა გაიარა ეკლესიამ რომ თქვენ აი ვერც კი წარმოიდგენთ ახლა ისეთ რამეს პატრიარქი ჩუმად გაიპარა ეკლესიაში რომ ნიკოლოზოვის პარაკლისი გადაეხადა და ამის უფლება არ ქონდა წარმოიდგინეთ როგორ ეკლესიაში სხვადასხვა პატრიარქი არავინ არ გაიგოს ისე წავიდეთ ჩუმად და ხუთი კაცი წავედით და პარაკლისი გადაიხადა ხო არ გახსოვთ ზუსტად რა ადგილას ორთაჭალის ეკლესიაში ახლა მამა მე შრო არის მამა მაქსიმე არა ორთაჭა მენაბდე რომ არის იქა ეგ ისეთი მდგომარეობაში იყო ბიბლიოთეკა კი ჩვენი იყო მაგრამ ნებას არ თავდნენ პატრიარქს ეკლესიაში ელოცა იცით დიდი მადლობა მამო ეს რომელი წელი იყო თუ შეგიძლიათ რომ თქვა ეს 4 ჩემი მაშინ მდელი არ ვიყავი ეს სადღაც 85-6 წელი წარმოიდგინეთ რა პერიოდი იყო და დღეს როგორი პერიოდი არის და გეხვეწებით ვიაროთ აი ეს მოიტანა ზუსტად პატრიარქმა რომ დღეს არის ამდენი ეკლესია და ვიარო და აუცილებლად რო არ გამოვაცხოდო ერთი კარგი ქალბატონი მობრძანდა მამაო და აუცილებლად აი ემიგრანტებისათვის განსაკუთრებით და არა მხოლოდ ესეთი შინაარსის წიგნი გამოუშვია ქალბატონი დონარა მანჯავიძე და აი შეგიძლიათ რომ აუცილებლად აი ვინც წახვალთ უცხოეთში მე არ ვიცი ახლა ზუსტად კონკრეტულად ვერც მოვასწარი 5 წუთი ვნახე ზუსტ დაჩავეკითხები და აუცილებლად კიდე გამოვაცხადებ ესეთი საინტერესო წიგნია ემიგრანტებს ძალიან გამოგადგება და
გვერდიც ექნება ამ ქალბატონს დონარა მანჯავიძე და თუ შეგიძლიათ აი ეს წიგნი აუცილებლად წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა მე არ ვიცი ტირაჟი და რაოდენობა არ ვიცი ზუსტად მაგრამ აუცილებლად მე დავიკითხები და კიდე გამოვაცხადებ ისა დაგაინტერესებთ აი ხა მაჩუქა და რო არ მე თქვა არ შეიძლებოდა პატიმრებს განსაკუთრებით მოგიკითხავ და ყველა იმ ადამიანებს ვინც განსასწრებში ხართ და ყველაფერს სიკეთეს გისურვებ და წარმატებები მამა პეტრე ძინძიბაძე გახლავთ მამა ზაქარია იყო ძინძიბაძე რომელიც რა ვიცი ლურჯი მონასტრის წინამძღვარი იყო რა ვიცი უამრავი ტაძრები აღადგინა დიდი მადლობა მამა ამისათვის ეხლა აი სულ ყველა მეჩხუბება დღეს რა არ ვიცი რა მამა რა წარმატებებს გისურვებთ მადლობა რომ ხარ აი დიდი მადლობა რა აი ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის თქვენთან ერთად ყოფნა მართლა იმიტომ რომ ჩემთვის აი თუ ბავშვობაში ვინმე მღვდელი მინახავს ეს თქვენ ხართ იმიტომ რომ მე ვერაზე გავიზარდე მამა და იქ ვერის ბაღში შეერთ ხედავდით ხოლმე და იმ რაოდენობას ხედავდი ხალხისას რომელსაც თქვენ ესე გვერდშიედით ხო არ გაგიმტყუნე იმედი რომ რა ასაუთ მამა სულ ოცნება თქონდა რომ თქვენ მომეყვანეთ გადაცემაში იმიტომ რაღაც აი როგორც აი ფეხბურთი რო უყვარს ვიღაცას და აი რონალდო რო არსებობს ხო იცით ეგეთ და იმის ნახვა ეგეთი არის ჩემთვის თქვენი ყოფნა მამო დიდი მადლობა დაფასებული იყავით სულ მუდამ არა მარტო ჩვენგან აი ყველა იმ ადამიანისაგან ვისაც მამაო მართლა მოდის დღეს იმიტომ რომ დიდი ადამიანი ხარ და იმ პატრიარქმა რო გითხრათ რომ შენ მღვდელი გახდებიო აი მეტი ეთქვა რომ კიდე არ მეუფია ყოფილიყავი და რაღაცა ძალიან გამიხარდებოდა მაგრამ ჯერ კიდე ყველაფერი წინ არის დიდი მადლობა დიდი მადლობა ყველაფრისათვის მოგდლობის მეტი არ მოუწია ხა მე ხვალ საღამოს ფრის ნახევარსაც დაგიმრუნდებით აუცილებლად საინტერესო სტუმარი გვეყოლება არ გამოვაცხადებ იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან ბევრმა კიდე ინტერესით ხო სიურპრიზს უწყობ ხალხს და იმიტომ და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერს იკეთეს კარგად ზანდებოდეთ დროებით